არის ისეთი წიგნები, რომლის წაკითხვის შემდეგაც ვეღარასოდეს ვიფიქრებ ისე, როგორც მანამდე ფიქრობდი. ზოგიერთ წიგნს აქვს ეს უნარი. შემოაღწიოს შენს გონებაში და ძალიან ბევრ რამეზე შეცვალოს შენი წარმოდგენა. ერთ-ერთი ასეთი წიგნია პოლ ლინჩის მისნის სიმღერა. რომანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოიცა, თუ არ ვცდები 2023 წელს და მაშინვე მთელს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ეხება ისეთ საკითხებს, რაც უამრავი ქვეყნისთვის არის ძალიან ნაცნობი, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა წავიკითხოთ. წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალი არის აილიში, რომელიც 4 შვილის დედაა. ერთ საღამოსაც მის კარზე მიაკაკუნებენ პოლიციელები და მიხვდება, რომ მისი ქმარი რაღაც საფრთხეში, ანუ რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო მის ქმარზე ფაქტობრივად ძებნა არის გამოცხადებული. მართალია, მისი მეუღლე ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ერთ დღესაც ხელისუფლების ბრძანებით აილიშის ქმარი უბრალოდ გაქრება. და ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდება უდიდესი დილემის წინაშე, უდიდესი უბსკრულის წინაშე, რასაც ქვია ტოტალიტარიზმი. ყველაფერი ინგრევა ერთმანეთის მიყოლებით, ცხოვრება ხდება ურთულესი და საჭიროა არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნვა, არამედ შვილების უსაფრთხოებაზეც. არის ერთი ფრაზა, ქალი სუსტია, მაგრამ დედა არის ძლიერიო და ეს წიგნი ამისი ნათელი მაგალითია. მოკლედ, არაჩვეულებრივი რომანია, იკითხება თვალმოუცილებლად, ერთი ამოსუნთქვით. არის ძალიან საინტერესო სიუჟეტი, მოვლენები ფაქტობრივად ელვისის სწრაფით ვითარდება, მოკლედ გაფაციცებით ადევნებ თვალს, რადგან ყოველი ახალი გვერდი, რაღაც ახალი ინტრიგა, რაღაც ახალი საფრთხეა და მოკლედ ერთი სული გაქვს გაიგო, რა ბედი ეწევა პერსონაჟს, როგორ მოიგებს იმ ბრძოლას, რომელშიც არის ჩართული და მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი, რომელიც გვაფხიზლებს, გვეხმარება რეალობას თვალი გავუსწოროთ და მივხვდეთ, რომ ის რომ დღეს შენ სახლში კომფორტულად ხარ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ არ მიიღებ შესაბამის ზომებს, ხვალ საშინელ რეალობაში არ აღმოჩნდები. მოკლედ, ამ წიგნის დასრულების შემდეგ ერთი შეკითხვა გიჩნდება: რა მოხდება თუ ხვალ ჩემს კარზეც ტოტალიტარიზმი დააკაკუნებს?